თეა ჯორჯაძე ჩემი მეგობარი არტისტია, რომელიც ჩემთან ვისხედით და emails მიკეთებდა რაღაც გერმანულ GMX-ი იყო თუ რაღაც ეგეთი ეს და იმაზე მიკეთებდა emails. და ნუ ჩაწერა ის ნიკა ესე ჩაწერა ის ყველაფერი იყო და მოდი ნიკაკოიო და დაწერა ნიკაკოი. და ეგრე დამარხვა ნიკაკოი მეილში და მე უკვე დისკის გამოშვების დრო რო დადგა ცოტა გამახსენდა რომ მე დავარქვით ნიკაკოი დავარქვით და დარჩა მე იმდენად ბევრ მუსიკას უსმენდი და იმდენად ბავშვობიდან სულ დავყავდით კლასიკური მუსიკის კონცერტებზე. ჯაზ ფესტივალებზე, პატარა რო ვიყავი, ეგ მახსოვს, აი საოცარი 80-იან წლებში ჯაზ ფესტივალი იყო, სანდრა იყო ჩამოსული, არავინ არ იცის. ძალიან ცოტა ხალხმა იცის, რომ თბილისში სანდრა არის ნამყოფი თავის აი ამ ორკესტრა თუ რაღაცა სიგიჟე. და ეგ ყველაფერი ძალიან კარგად მახსოვს, იმიტომ რომ მამა ჩემი ჯაზს უსმენდა და პლუს ძალიან დიდი გავლენა მქონდა კინოსტუდიის, იმიტომ რომ მამა ჩემი იყო კინოსტუდიაში ხმის ჩამწერის სამქროს უფროსი და ხმის რეჟისორი იყო. და ბავშვობა მაქვს გატარებული იქ და ამიტომ აი ეს ჩაწერები, ლუპები რეალურად მე გავაცნობიერე პირველი ლუპები იქ ვნახე, იმიტომ რომ ფირს აწეპებდნენ, ესე მრგვალი მას აკეთებდნენ რაღაცა მონაკვეთს და გახმოვანება ხდებოდა ფილმების ეგრე ვთქვათ, აი რაღაც მონაკვეთი ხო მიდის სიტყვაზე 15 წამიანი ლუპი არის გაკეთებული ფირზე, რომელიც ტრიალებს მაგნიტოფონში და სანამ არ ჩაწერენ ისე როგორც უნდათ ეს ტრიალებს. მე ამ ლუპს ამოიღებენ შემდეგს და ეს. და ხო, ის მქონდა რაღაცა ეს ხმის ჩაწერასთან და ხმასთან მანიპულაციასთან კავშირი მაქედან. მე გავლენა მქონდა კინოს მუსიკის ძალიან ბევრის, იმიტომ რომ კინომანი ვიყავი პატარაობიდან სულ ან კინოში ვიყავი ან ტელევიზორში ვუყურებდი ფილმებს და ამიტომ ძალიან დიდი გავლენა მაქვს კინოს მუსიკის. ჩემი ძმა არის ჩემზე 8 წლით დიდი და მაშინ 80-იან წლებში უსმენდა ყველაფერს რაც კი შეიძლებოდა როკიდან დაწყებული, პოპით დამთავრებული, ამიტომ ეგეც მქონდა და ხო, იმის გამო რომ რაღაცა სახლში ქონდა ბაბინებიანი მაგნიტოფონი, ქონდა ფირსაკრავი და სულ რაღაცა, სულ მუსიკა სულ ისმოდა. მაგ ალბომიდან ჩემთვის გამორჩეული კომპოზიცია. მაინც ის არის, სენტიმენტალ არის მაინც რატომღაც. იმიტომ რომ ძალიან ეს სპონტანურად გაკეთებული სიმღერა არის, უცებ ჯერ რაღაცა აი ეს მოტივი გავაკეთე და უცებ მივხვდი რომ სიმღერა უნდა იყოს. და რატომღაც ეგრევე მომევიდა თავში რომ უნდა იყოს იმის რა ქვია, მაიაკოვსკის ეს ლექსი. ალბომი გაუგზავნე ჩემ და სალომეს მაჩაიძეს ბერლინში. სალომემ გააკეთა არტვორკი, თლიანთა ეს ნახატი ეს რაღაცა გოგო ხმლით და რაღაცების რობოტი და რაღაცები. ოღონდ ეს გააკეთა, ნუ აი როგორც მოусმინა ამას და ეგრე დახატა ეს ის და მე დიზაინი უკვე ამ ყველაფრის აწყობა და რაღაც გააკეთა თამრამ თამონა ქარუმიძემ. და მე მგონი ძალიან ზუსტად ჩემთვის ესეთი არის, ეგ არის რაც უნდა ყოფილიყო. იცი რა, პრინციპში ტრეკების კომპილაცია არის, იმიტომ რომ რაღაცა ბევრი ტრეკია, რომელიც 1-3 წლით ადრე გაკეთებულები არის და არ არის მაინც და მაინც მაგრამ როგორ მოხდა, იცი? რაღაც ხერხემალი აეწყო და მე უკვე გავაკეთე უკვე მაგ ალბომისთვის სპეციალურად ტრეკები, რომლითაც შევავსე ის რაღაცა, რაც არსებული იყო. და ამიტომ ნახევრად კომპილირებულია და ნახევრად გაკეთებულია. ნუ არ ვთვლი მე ეგრე რომ მაინც ალბომი შეიძლება 10 წლის წინანდელი ტრეკები დააწყო. და არ იყოს კომპილირებული, იმიტომ რომ რაღაცა კიდე ჩაამატო და გააკეთო, თქვა რა. აი ეგრეა გაკეთებული, ნახევრად დაალაგებულია და მე კიდე დამატებული აქვს რაღაც ტრეკები, რომ ძალიან შეკრული იყო ეს. არ ვიცი, ცუდია თუ კარგია, სენტიმენტალური ვარ.
ჩემ მუსიკასაც ეტყობა ძალიან ხშირად, რომ ვარ სენტიმენტალური. და კიდევ ვიტყოდი, რომ ისიც ეტყობა, რომ სხვადასხვანაირი სენტიმენტალიზმი მაქვს. ქართული სენტიმენტალიზმიც მაქვს მე მუსიკაში. საბჭოთა სენტიმენტალიზმიც მაქვს, ანუ ჩემ ბავშვობის საბჭოთა იმას ვიზახი, ჩემი ბავშვობა 72 წლიდან იქ რაღაცა 99 წლამდე როცა უკვე იმაში ვიდექი, რა ქვია, რუსთაველზე, მეებზე, ეგ პერიოდი იყო, როცა მე გავიზარდე, ხო? და ამიტომ იმას კიდე სხვა რაღაცა, სხვა სენტიმენტალიზმი აქვს მუსიკალური. აი უფრო რასაც ვამბობდი კინოს მუსიკაზე, ხო? აი ეგ უფრო კინოს მუსიკაში იგრძნობოდა, საბჭოთა კინოს მუსიკაში, არა მარტო ქართულში, საერთოდ. ეგ სენტიმენტალიზმის მაქვს და პლუს დასავლური სენტიმენტალიზმის მაქვს, რაც მაგალითად დასავლურ აღმოსავლური, თქვა საკამოტო რაც არის, მაგალითად, ან თუნდაც იგივე Aphex Twin-ის რაღაცა ტრეკები, რომელიც ძალიან სენტიმენტალურია, ვთქვათ, Flimmy ან რა ვიცი, ბევრი აქვს ეგეთი. ამიტომ არ ვთვლი, რომ მაინც და მაინც ქართული სენტიმენტალიზმი მაქვს. ყველანაირი მაქვს, იმიტომ რომ უბრალოდ სენტიმენტალური ვარ. გააჩნია დასახელებებს, სხვადასხვა ზოგი არის უბრალოდ ესე აკრეფილი რაღაცა, როცა რო ასეივებ, რო დროზე დაასეივო, რომ არ დაეკიდოს კომპიუტერი, იმიტომ რომ მახსოვს, რომ კომპიუტერთან ის მედგა, რა ქვია, ვენტილატორი მედგა, იმიტომ რომ ხურდებოდა ხოლმე და ითიშებოდა ხანდახან, ზაფხულობით. ხო და ამიტომ ხანდახან იყო, რომ ძალიან ისე ვარქმევდი. რაღაცები უფრო ისა, რა ქვია, აზრი აქვს რაღაც ტრეკებს. ეხლა რომ გითხრა, რომ მახსოვს, მაგალითად Tin Soldier for Nikavano ტრეკი, თავის ისტორია აქვს, იმიტომ რომ თეა ჯორჯაძეს, რომელმაც მე ნიკაკოი დამარქვა, გაუჩნდა შვილი მაგ წელს და ნიკასთვის საჩუქრად იყო ეგ ტრეკი რეალურად. როცა გამოდიოდა სენტიმენტალი, დაემთხვა იმას, რომ მაგ წელს დაიწყო დავარდნა ვინილების გამოშვება. წინა ალბომსთან ერთად გამოუშვეს EP ვინილი იყო, რომელიც არ მაქვს მე თვითონ, მაგრამ არსებობს ეს ვინილი. იმ დროს ვიღაცა მეუბნებოდა და იაპონიაში ვიპოვნეთ უნდა შეუკვეთო რაღაცა. ხო და ამასთან ერთად EP აღარ გამოუშვეს, იმიტომ რომ უკვე აი ეს მახსოვს მე ეს ლაპარაკი, რომ ვინილების ბაზარი ვარდება, აღარ გამოდის რაღაც და მე დაიკლო პრინციპში. მაგის შემდეგ კი გამოუშვი ვინილი უკვე იაპონელებთან ერთად, მაგრამ ისინი ცოტა გიჟები არიან და ისეთ რაღაცებს უშვებენ ხოლმე, რაც არავინ სხვა არ უშვებს. ოღონდ, იმიტომ რომ იმათ უფრო ნივთთან რაღაცა ისა აქვს connection. და ამიტომ ჩემთვის ახლა ძალიან ის არის საინტერესო და სასიხარულო, რომ ვინილზე გამოვა. ეს თან 2 დისკი იქნება და მთლიანი ალბომი ვინილზე რო იქნება, ძალიან მაგარია.